მოდელის სახარებაში არის აღნიშნული ის, რომ მოკლედ საწავიდა იოსები ის იოსები, რომელიც ჩვენს მარჩენელს ქრისტეს და მაცხოვარს ბავშვობიდან ცდიდა 80 წლის იყო, როცა მოიყვანა ცოლად 14 წლის მარიამ ღვთისმშობელი, 14 წლის. და 20 წელი იცხოვრა იოსებმა. ანუ გამოდის, რომ ქრისტე ყოფილა 19 წლის. 20 წელი ხო იცხოვრა, 80 წლის იყო. 100 წლამდე მივიდა, ანუ 19 წლის იყო ქრისტე, რომ იოსები გარდაიცვალა. მიწიერი მამა. ახლა რისი თქვა მინდა, რომ სამწუხაროდ უფრო გავრცელებულია სამეგრელოში, რაც ადასტურებს ძალიან დაბალ დონეს დოგმების მიმართ, ქრისტიანი დოგმების მიმართ. რომ ქრისტე იყო ის იყო მეგრელი, მარიამ ღვთისმშობელი მეგრელი, ანუ ღმერთი მეგრულად საუბრობდა თურმე და ასე შემდეგ. ახო, ამას ავრცელებს ისინი, რომლებიც არ არიან გარკვეული, არ ლოცულობენ, არ არიან გარკვეული ჯვრის კანონებში, არ არიან გარკვეული წმინდა წერილებში და საერთოდ შორს არიან, არც მარხულობენ. და აი ასეთი ხალხი ავრცელებენ თავისი მიწიერ სიბრძნეს და დღეს ხომ ჩვენ მიუთითეთ იმ ადგილს, სადაც მე თქვენ გითხარით, რომ ორჯერ გადავიკითხე ფსალმუნი, სადაც წერს დავითი, რომ უფალო მოაცილე ჩემგან მიწიერი სიბრძნე, რომ არ დავემონო ჩემს მიწიერ სიბრძნეს, არამედ გამოვხატო მორჩილება წმინდა წერილების მიმართ, ანუ შენი ნების მიმართ. მიმართავს წმინდა მეფე დავითი უფალს და უგუნურები პირიქით თავისი მიწიერი სიბრძნეს ავრცელებენ და ის საცოდავი ხალხი, რომლებიც არ არიან ჯერ გარკვეული წმინდა წერილებში, ჯერათ მათი რომელსაც ავრცელებენ უგუნურები და მოკლედ დაშორებული ღვთის მადლიდან ადამიანები. და მეწოდება მე ისინი, რა თქმა უნდა. მეწოდება ისინი, რომლებიც ამას ავრცელებენ უგუნურობას და მეწოდება ისინი, რომლებიც ჯერათ მათი რადგან დამღუპელ გზაზე დგანან. კონკრეტულად არის ხალხო მითითებული წინასწარმეტყველები ძველ არხმაში კონკრეტულად მიუთითებდნენ, სად დაიბადებოდა ქრისტე, როგორ იქნებოდა მისი სიტუაცია, რომ დატოვებს სამშობლოს, რომ ეგვიპტეში წავლენ, იქ დაიმალებიან, ასე შემდეგ, იოსები, მარიამ ღვთისმშობელი, პატარა ახალდაბადებული ქრისტე, რადგან მრისხანე მეფე დაждევდა მათ, იუდეველების მეფე. მოკლედ ყველაფერი არის ხალხო წმინდა წერილებში მითითებული, ყველა მოვლენები წინასწარმეტყველები ამას აღნიშნავდნენ, რა და როდის მოხდება. დავანებოთ ამას თავი ხალხო ჩვენს მიწიერ მოსაზრებებს და მიუდგეთ წმინდა წერილებს და დავიწყოთ მორჩილება წმინდა წერილების მიმართ. ასევე მინდა აღვნიშნოთ დღევანდელ სახარებაში, ასე მოციქულთა ეპისტოლეში აღნიშნულია ის, რომ რასაც ვკითხულობდით ჩვენ ახლა, რომ იქ მიუთითებს წმინდა პავლე მოციქული, რომ თქვენ ხო იცითო, როგორ ვდევნიდიო მე ქრისტიანებსო. წარმოიდგინეთ, მრისხანე იყო, მრისხანე ქრისტიანების მიმართ. პავლე სავლე რო იყო, სავლე. ხო და მოევლინა მას ქრისტე და მოკლედ გახდა პავლე მოციქული, გახდა მოკლედ წმინდა სიმონი მოციქულის თანატოლი ეპარქიაში. რადგან იმდენი სამოციქულის ეპისტოლეები დაწერა
წმინდა მოციქულმა პავლემ არც ერთ მოციქულს არ დაუწევია იმდენი და არც გაუკეთებია იმდენი, რამდენი გააკეთა პავლე მოციქულმა. მიუხედავად იმისა, რომ ის დევნიდა ქრისტიანებს. ასეა, ჩვენ ისინი, რომლებიც გვეწინააღმდეგებიან, ისინი, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მიდიან, რომ ჩვენ გვინდა რა, ჩვენ გვინდა წმინდა წერილების მიმართ და მორჩილების გამოხატვა, ჩვენ რომლებიც ვართ კოლხეთის სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ჩვენ გვინდა რომ გამოვხატოთ ყველა მართლმადიდებლებმა ჯურისკანონების მიმართ მორჩილება და საერთოდ წმინდა წერილების მიმართ მორჩილება. ამას მოუწოდებთ ჩვენ უპირველესად სასულიერო დასს, რა თქმა უნდა. ხო და ისინი, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგება, მათ მიმართ ჩვენ პირად ჩვენ რო გვეწინააღმდეგება, არა ქრისტეს, არამედ პირად ჩვენ ისინი, რომლებიც გვეწინააღმდეგება და ჩვენ რო ვლამძღავენ, მათ მიმართ ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ აგრესია, არ უნდა მათ მიმართ უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ხალხო. დღეს ის საულეა, ის ადამიანი, მაგრამ ხო შეიძლება რომ ხვალ პავლეთ გახადოს უფალმა. ჩვენ ხომ არ ვიცით ეს. და ამიტომ არ უნდა ვიყოთ ეგეთ ცუდად განწყობილი ჩვენი პირადი მტრების მიმართ და ახლა ქრისტეს მტრების მიმართ და ერეტიკოსების მიმართ და მოკლედ ავასაკის სასულიერო პირების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვომობთ უკვე 35 წელია და ვიომებთ სანამ კიდე სული არ დატოვებს სხეულს. და ბოლოს მინდა განცხადებით მიმართო საჯარო მოღვაწეებს. ჩვენ ხო გქონდა შობის ლოცვებში, ჩვენ ხომ კენჭისყრა ჩავატარეთ და ჩვენ იქ გაგახსენებთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ კენჭისყრა, დავეხმაროთ თუ არა ჩვენს ხელისუფლებას გავიდეს ყავდეს თავისი ლობისტები ტრამპთან. რადგან ჩვენ გვაგვაჩინია ეს ასეთი შესაძლებლობა და რამოდენიმე ჯერ შეუთვალე პრემიერ-მინისტრს ახალ სახელმწიფოებას, ასევე ბატონ ბიზინა ივანიშვილს და შვებს. მოკლედ შეუთვალეთ, რომ მიმიღონ, მომისმინონ და დავაკვალიანებთ კონკრეტიულად მე გამაჩნია ისეთი შესაძლებლობა, რომ ეს ახალ არჩეული ხელისუფლება გავიყვანო ტრამპთან კონკრეტიულად და დააყენონ ახალმა ხელისუფლებამ ტრამპთან თავისი ლობისტები, ანუ ჩვენი ქვეყნის იბერიის საკეთილდღეოდ. ხო და უკვე რამოდენიმე ერთი 2 თვეა ალბათ. 2 თვე არ იქნება, როდის დამთავრდა ეს რა ქვია არჩევნები. არჩევნების დამთავრების შემდეგ ყოველ რამოდენიმეჯერ შეუთვალე ხელისუფლებას, რომ შევხვდეთ და არაოფიციალურად შევხვდეთ და მე ჩემს შესაძლებლობას ჩამოვაყალიბებ. ჩემი მიმართვები უყურებლად დატოვებს და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ კოლხეთის სამოციქულო კარის ეკლესიაში ზუგდიდში, როცა ჰქონდა წირვა საშობაო, კენჭისყრა გავაჩავატარეთ, მაგ თუ არა კურთხევა გავაგრძელო, მოკლედ მოთხოვნები ხელისუფლებასთან შეხვედრა, არაოფიციალურად, არა თავის პიარზე გეუბნებით, არამედ დავეხმაროთ ჩვენ, მოკლედ გავიყვანოთ ტრამპთან კონკრეტიულად, რომ ეს ტრამპი არის თავისებური პიროვნება, მას გააჩნია ერთადერთი მორჩილება დედამიწაზე, არის ერთადერთი ადამიანი, რომელის მიმართ გააჩნია ტრამპს მორჩილება, ეს არის რომის პაპი და აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვაჩნია ძალიან სერიოზული ყავს ჩვენ შუამდგომელი ადამიანი, რომელიც ჩვენ გადავარჩინეთ ღვთისწყალობით სიკვდილს, ცოლქმარი და მათ გააჩნიათ იმ ცოლქმარს ისეთი დაახლოება
რომის პაპასთან, რომ ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ხელისუფლების ლიდერები გავიყვანოთ რომის პაპასთან და რომის პაპა რომ გამოხატავს თავისი მოკლედ კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამის შესაძლებლობა ჩვენ კოლხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრებს გაგვაჩნია. მაგრამ კენჭისყრა რო შევასრულეთ ეკლესიაში, იქ უფალმა უკვე არ მომცა კურთხევა, რომ უკვე დაჯინებით მივმართო სახელმწიფო მოღვაწეებს, რომ ვითხოვო შეხვედრა და მოკლედ რაც ჩვენ შეგვიძლია, მოკლედ დაუახლოვოთ ტრამპს ჩვენი ხელისუფლება ის გამოვხატოთ. ამის შესაძლებლობა არ მოგცა ჩვენ ახალმა ხელისუფლებამ უარყო ჩვენთან შეხვედრა, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ეკლესიაში კიდე უფალმა არ მოგცა კურთხევა, არ მომცა რომ გავაგრძელო მიმართვა. და ამიტომ დღეს მინდა ეს მოკლედ დავაფიქსირო, რომ დღეიდან უკვე არ მექნება მაგის კურთხევა, რომ აი დაჯინებით მოვითხოვო შეხვედრა ახალ არჩეულ ხელისუფლებასთან, რომ დავეხმაროთ მათ, მოკლედ ყავდეთ თავისი ჩვენ ქვეყანას ყავდეს ლობისტები ტრამპთან მიმართებაში. თუ გამოხატავენ აქეთ ინიციატივას და თუ ჩათვლიან რომ საჭიროება ითხოვს ამას, რომ გავიდნენ ტრამპთან, იყვნენ კარგ ურთიერთობაში როგორც რუსეთთან და ჩინეთთან, მოკლედ მე ყოველთვის მზად ვიქნები ჩემი მხრივ მოკლედ აუწიო დახმარება. მოკლედ აი ეს მინდოდა მეთქვა. გაქვთ რამე შეკითხვები, თუ არა გაქვთ შეკითხვები, ჩვენ ახლა არ მინდა რომ საჯაროდ იყოს ახლა ეს ხილული ვინ არის აქ და ვინ არის ჩემი მრევლი, ამას საჭიროება არ ითხოვს ამას და ამიტომ აი მოვიდა დღეუყურეთ ჩემი ახლობლები რა. ხო ხარ კარგად? შუდად ხო არ იყავი გუშინ? კაიო, კაი. მეგობარია ჩემ. სამასიის ყავსო რა ქვია. ხედავ იქიდან. კარგი ხარ. შეკითხვები არა გაქვს, მე მგონი თუ გაქვს შემეკითხეთ თუ არა და მოგეთ ამით დავამთავროთ ჩვენ დღევანდელი საკვირაო ლოცვები. კურთხევა უფალის აღთვისა და შენარისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ყველასა მყოფსა მართლმადიდებლებსა და ყველასა მართლმადიდებლებსა ჩვენს ქვეყანაში, იბერიის დომინანტი ერის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ლოცულობთ, რომ გააძლიეროს უფალმა იბერიის დომინანტი ერი კოლხები და ქართველი თავისი ქრისტემ თავისი გადასარჩენი მადლით. და იყოს ასე. დიდება უფალს.